ბანდიტი შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც რეალურად ჩალის ფასი აქვს უშუალოდ კონკრეტულად ქართულ ოცნებაშიც, მაგრამ ახლა კი პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულია, ანუ ქვეყნის პირველი არა, მეორე არა და მესამე პირია ფორმალისტური თვალსაზრისით. დღე არ გავა, რომ არ ასრულებდეს რუსეთის ინსტრუქციებს და კონკრეტულად მას დავალებული აქვს, რომ ყოველდღიურად ხაზს უსვამ აკრიტიკოს კი არა, აძაგოს ევროკავშირი. ევროკავშირი როგორც ერთიანი ორგანიზმი, ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები და ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების აგრეთვე მთლიანად ორგანიზაციის ლიდერები. კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები. აგრეთვე ცალკეული ვიმეორებ სახელმწიფოების ესა თუ ის მაგალითად დეპუტატი ან საგარეო მინისტრი ან მთავრობის თავმჯდომარე და ასე შემდეგ და მთლიანად კონტინენტი ევროკავშირი, რომელიც მართლაც გვარიერად დასუსტებულია და ამ სისუსტეს ხაზგასმით აღნიშნავს ქართული რუსული ოცნება, კონკრეტულად პაპუაშვილი და ცდილობს, რომ ქართულ საზოგადოებას შეაძულოს სივრცე, რომლისკენაც ფორმალურად, როგორც ქართული ოცნება ამბობს, თავად ამბობს, მაინც ისრაფვის, ანუ ერთის მხრივ ის სივრცე ცუდია, საზიზღარია, საშინელია, ჩვენს მიმართ ტრულად არის, ქართული ოცნების მიმართ ტრულად არის განწყობილი, მაგრამ მეორე მხრივ ესენი ღიად ჯერაც ამბობენ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ოღონდ არაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ საქართველო იყოს ამ დიდი სივრცის, დიდი და ჯერაც მძლავრი სივრცის, ჩვენზე ბევრად მძლავრი სივრცის ნაწილი. დილაობით რომ გაიღვიძებს ხოლმე და გაიზმორება პაპუაშვილი ბანდიტი, თითქოს ხსნის, ესე შთაბეჭდილება გრჩება, რომ ხსნის ადნაკლასნიკს არა, ალბათ მაინც WhatsApp-ს, ასე უნდა ვთქვათ, ან რაღაც სიგნალის აპლიკაციას და იქიდან რუსულ ენაზე მოსდის ინსტრუქციები რა უნდა თქვას კონკრეტულად იმ დღეს ევროკავშირთან დაკავშირებით, მე ამას რუსული ამდენად კარგად იცის არ ვიცი, აქედან გამომდინარე თარგმნის ChatGPT-ის მეშვეობით, დახმარებით და სწორედ იმას, რაც დაავალეს მოსკოვიდან, იმას იმეორებს. ასეა თუ არა, ChatGPT სათარგმნებს თუ არა, WhatsApp-ზე მოსდის თუ არა მესიჯები, არა, ალბათ არა. ალბათ, ანუ 99%-იანი ალბათობით არა. მაგრამ ის, რასაც ამბობს ხოლმე, როგორც წესი შალვა პაპუაშვილი ყოველდღიურად, ეს სწორედაც რომ რუსეთის მოსკოვის ინტერესშია. კვლავ ვიმეორებ, ქართული საზოგადოების თუნდაც ერთ ნაწილს, თლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულმა პირმა, უნდა უთხრას მოსკოვის ამოცანა, რომ ევროკავშირი არის ცუდი და ჩვენი სივრცე, ჩვენთვის მისაღები სივრცე არ არის. პარალელურად აღმოსავლეთის პარტნიორობა სადღაა, მაგრამ აღმოსავლეთის პარტნიორობაზე თუ ვისაუბრებთ, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში დაწინაურებული ორი სხვა სახელმწიფო, უკრაინა და მოლდოვა, მიდიან მიიწევენ წინ ხსენებული ევროკავშირისაკენ, რომელიც ძალიან დიდი ბაზარია ეკონომიკური თვალსაზრისით თუ ვილაპარაკებთ. ძალიან ბევრ ბენეფიტს მივიღებთ ჩვენ თეორიულად ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში. ევროპა დასუსტებულია გვარიერად არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით და ამის მიზეზების არსებობს, სათანადო საფუძვლების არსებობს, მაგრამ ევროპა კვლავაც ძლიერი, ჩვენზე ბევრად ძლიერი სივრცეა, რომლისკენაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ და უნდა ვიყოთ წესითა და რიგით ევროპის სივრცის ნაწილი, რომ გადავრჩეთ, იმიტომ რომ კარგად უნდა ავუხსნა ამ მაყურებელს, ამგვარ მაყურებელს, რომ არსებობს ორი სივრცე, ევროპა ერთი სივრცის, მთავარი სივრცის, ყველაზე კარგი სივრცის, დემოკრატიული დასავლური სივრცის თანანაწილია. ხოლო მეორე სივრცე არის რუსული, რუსულ-ჩინური, რუსულ-ჩინურ-ირანული, რუსულ-ჩინურ-ირანულ, ბელორუსულ, ჩრდილოკორეული და არადემოკრატიული, რომელიც ჩვენ ჩაგხლაპავს, შეგვსანსლავს, რომელიც ჩვენ თუ მისი გავლენის სფეროში და ბუნებრივია რომ რუსეთს აქვს, იქ მთავარი სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში, თუ მისი გავლენის სფეროში, სივრცეში აღმოჩნდით, ინტერესის სფეროში და ისედაც ვართ და უკვე გავლენის სფეროში, ვართ ნაწილობრივ ზემედად, საბოლოოდ თუ დურთეთ თავი ამ სივრცეში, ჩვენ ის შეგვსანსლავს, ანუ
რუსული და არადემოკრატიული სივრცე. მოლდოვაში ომი არ არის. უკრაინაში არის ომი. უკრაინის ბრალი არ არის ის, რომ ომი დაიწყო უკრაინაში. უკრაინას უნდა სწორედ ევროპა, სწორედ დასავლური სივრცე და ამის გასაჩერებლად, შესაჩერებლად და კიდევ ერთიანი საბჭოთა კავშირის მაგვარი სახელმწიფოს აღდგენა რომ დაწყებულიყო, ამიტომ დაიწყო ამ 4 წლის წინ ომი რუსეთის ჯოჯოხეთურმა იმპერიამ უკრაინის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შესანიშნავად იცოდა პუტინმაც და მთელმა მოსკოვმა და მთელმა კრემლმა და მთელმა იმპერიამ, რომ უკრაინას თუ მოინელებდა, თუ შესანსლავდა, ისე სიტყვა გამიმეოროთ, ამ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, ყაზახეთიც, არათუ საქართველო, არამედ ყაზახეთი, ავიც უზბეკეთი და ასე შემდეგ მიბობღდებოდნენ. მაგრამ უკრაინა ყელში გაეჭხიდა და 4 წელია რუსეთი ვერ უგვარებს უკრაინას, ვერ იმარჯვებს უკრაინაში. უკრაინას უარი არ უთქვამს საკუთარ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არც ომის დაწყებიდან მეორე თვეს, მეოთხე თვეს, მერვე თვეს, მე-16 თვეს რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ პერიოდში ომის დაწყებიდან და ჯიუტად მიუყვება ევროგზას, ევროპისაკენ გზას, დასავლეთის გზას თუ გდებოთ ასე ვიტყვი. მძიმეა ეს უკრაინისათვის, ვაღიაროთ. მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უკრაინას როგორც სახელმწიფოს გააუქმებდა და მთლიანად უკრაინას შეიერთებდა. მოლდოვა მას მისდევს ფეხდაფეხ. მოლდოვის მეზობელი სახელმწიფო გარდა ამისა არის რუმინეთი და რუმინეთთან ინტეგრაციას რომ მოხდეს, ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება რომ მოხდეს, რომც მოხდეს. ეს იქნება მოლდოვისათვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ პრინციპში ვლაპარაკობთ ერთ ენოვან, ერთ ხალხზე, რომელიც მიზეზთა გამო და ისტორიის ქარტეხილების გამო ორ ნაწილად ჩამოყალიბდა. ორ ნაწილად ერთი არის დასავლური რუმინეთი, დასავლური სივრცის ნაწილი, ხოლო მეორე იყო საბჭოთა სივრცის ნაწილი, რომელზეც პრეტენზია აქვს რუსეთს. ჩვენი გზა, რასაკვირველია, ცალკე გზა არის, მაგრამ ჩვენი გზა არის იმგვარი, ან უნდა იყოს იმგვარი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ხო და აი ამ პაპუაშვილმა მორიგჯერზე განაცხადა, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ევროინტეგრაციის გზაო. ევროინტეგრაციის გზაა და ჩვენი გზით, სხვა გზით მივდივართ, ოღონდ კარგად არ მესმის. მარტო ჩვენი კარგად მესმის, მაგრამ უნდა გავიგოთ, რას ამბობს რეალურად შალვა პაპუაშვილი. ჩვენი გზა გვაქვს, როცა ამბობს. შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას ევროკავშირმაც. ევროკავშირის შემხვედრ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, იმიტომ, რომ ამგვარ საქართველოსთან აქვს საქმე, ამგვარ ანტიდასავლურ საქართველოსთან. შესაბამისად, ჩვენ სულ რომ მივდიოდეთ ევროკავშირისკენ პაპუაშვილის თუ კობახიძის თავკაცობით, ისინი არ გვიღებენ ამგვარებს, როგორებიც ვართ. კარგით, თქვათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. რას გულისხმობს ჩვენი გზა, რას ითვალისწინებს ჩვენი გზა? ჩვენთან ხომ ყოველდღიურად უარესდება მდგომარეობა, მაგალითად ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ჩვენთან ხომ ყოველდღიურად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იღებს კანონებს, რომლებიც ევროსტანდარტებში არ ჯდება. ჩვენთან ხომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ყოველდღიურად ხდება, ყოველდღიურად ხას უსვამ უფრო და უფრო მეტად რუსული. მაშ რა არის ეგრეთ წოდებული ჩვენი გზა და თუ ჩვენი გზა მაინც და მაინც არსებობს და ის რუსული არ არის, მაშინ არ არის. ამ შემთხვევაში ხო უნდა იყოს ის დასავლური ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი და როგორ ღავერთიანდებით საევროკავშირში, თუ ეს გზა აპრიორი სწორია, პაპუაშვილი როგორც წარმოგვიდგენს ჩვენ ამას. ჩვენ დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით მივდივართ. მოლდოვა არ მიდის დამოუკიდებლობისა და მისი ინტერესების პატივისცემის გზით. უკრაინა, რომელიც თავს აკლავს რუსეთს, არ მიდის საკუთარი ინტერესების პატივისცემის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და აი აქ ამის შემდეგ პაპუაშვილი ბანდიტი ამბობს ყველაზე მძიმე სიტყვას. ის ამბობს, რომ ევროინტეგრაცია, ჩვენ არ უნდა აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში. ანუ რამ გამოვიდა, რომ პაპუაშვილმა მიიღო ინსტრუქცია მოსკოვიდან, FSB-დან, რომლის თანახმადაც, რომლის მიხედვითაც
ქართველმა პოლიტიკოსმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ სიფრთხეში, ერთ სიმაღლეში, ერთ განზომილებაში უნდა დააყენოს ოდინდელი მოსკოვი, საბჭოთა კავშირის დროინდელი და დღევანდელი ევროკავშირის ცენტრი ბრიუსელი და მთლიანად ევროკავშირი როგორც კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკური სივრცე. საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში ისე როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო ცენტრი მოსკოვი და ახლა უნდა ვიყოთ საკავშირო ცენტრი კი ბრიუსელი, ამბობს პაპუაშვილი ბანდიტი. ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციის ამოცანა 78 მუხლი, რომელსაც წინ უძღვის 77 მუხლი, სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, სადაც არის ჩვენი ინტერესების ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბრიუსელს მივცემთ შესაძლებლობა ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში შვედეთი. გავანებოთ შვედეთს თავი. გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ნებისმიერი სახელმწიფოს ჩამოსახელება შემიძლია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ისინი საკუთარ დამოუკიდებლობას რა თმობენ, ასე გგონიათ? თუ ვინმეს გონია, რომ რომელიმე ამ ჩამოთვლილ სახელმწიფოს თავისი ისტორია, თავისი და მათთვის საამაყო ისტორია არ აქვს. თუ ვინმეს გონია, რომ მათი იდენტობა წაშლილია მაშინ, ან აღარ არსებობს მაშინ, თუ ისინი საკუთარ კანონმდებლობას მიუსადაგებენ ერთიანი სივრცის ევროკავშირის კანონმდებლობას და იმ ჩარჩოებში მოაქცევენ, რა ჩარჩოებსაც თავაზობს ეს ეგრეთ წოდებული პაპუაშვილისეული გააზრებით საკავშირო ცენტრი. რეალურად ჩვენ უნდა გვავიგოთ კარგად, გვესმოდეს კარგად, რომ პაპუაშვილი ასრულებს ამით ინსტრუქციას რუსეთისა და პაპუაშვილი შეგნებულად ერთ დონეზე, ერთ სიფრთხეში აყენებს მოსკოვსა, ოდინდელ მოსკოვსა და დღევანდელ ბრიუსელს, რომ მერე რომელიღაც ეტაპზე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ თქვას, რომ 78 მუხლი აღარ არსებობს, ასეთი ევროკავშირი ჩვენ არ გვიდა ეს პრინციპში ნათქვამიც აქვთ, ოღონდ კიდევ უფრო ღიად თქვან და შეწყვიტონ ევროინტეგრაცია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო თქვენთვის. თუ ჩვენი ევროინტეგრაცია და მოძრაობა ევროკავშირისაკენ კიდევ ერთხელ და დამატებით ძახილის ნიშნით შესუსტდება კი არა დასრულდება, ეს რეალურად დასრულებულია, მაგრამ კიდევ ერთ ძახილის ნიშანს დასვამენ ესენი. ამ შემთხვევაში ჩვენ იოლად მოსახელთებელი ვიქნებით იმპერია რუსეთის მიერ თუ მხრიდან. კითხვა მაქვს, პაპუაშვილს ოდესმე მაინც თუ გუშინწინდელ საბჭოთა კავშირის დროინდელ პოსტსაბჭოთა პერიოდის მოსკოვზე ან დღევანდელ მოსკოვზე რამ აუგი უთქვამს, დღევანდელ რუსეთზე რამ აუგი უთქვამს, ყოველდღიურად რომ გვთავაზობს ჩვენ მძიმე სიტყვებს, ვიზიარებს საკუთარ მძიმე კი არა უარყოფით დამოკიდებულებას ევროკავშირის როგორც სივრცის მიმართ. არ უთქვამს, იმიტომ რომ მოსკოვიდან ეს ინსტრუქცია ბუნებრივია რომ მოსული არ არის, იმიტომ რომ მას გაზდის ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი სისუსტის და ჩვენი უუნარობის თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გამო ეს კაცი და მთლიანად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ყოველდღიურად ღალატობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და გროსამე ვამბობ, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყეს მათ 2024 წლის 28 ნოემბერს და 28 ნოემბრიდან, მე სულაც არ ვწდები. ის, რაც ჩაიდინეს მათ, ან რასაც ყოველდღიურად აკეთებენ, უნდა შეფასდეს სწორედაც, რომ საკონსტიტუციო გადატრიალებად და შესაბამისად ეს ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ ის ძალაუფლების კვერთხს ფლობს როგორც ასეც, უნდა გამოცხადდეს კანონგარეშე ხელისუფლებად. შესაბამისად მის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონი უნდა იყოს, უნდა ჩაითვალოს უკანონო კანონად უკვე მომავალში ნებისმიერი სხვა ხელისუფალის მიერ, რომელიც მოვა დამოუკიდებელი და არა პრომოსკოვური საქართველოს სათავეში. და კიდევ ერთი დეტალი, აქ გავრცელდა ფოტო, როგორ შეხვდა დერეფანში როგორ გადაეკვეთა პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი, ვიცე-პრეზიდენტ JD Vance, მაკაბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული, აქვეა გვერდს მარცხნიდან უმშვენებს ყოფილ ფეხბურთელს. მე მაქვს კითხვა, ხომ იყო შეხვედრა, ხომ ასე გვეუბნებით, რომ იყო შეხვედრა ყაველაშვილსა და JD Vance შორის, რეალურად ეს იყო დერეფანში მისალმება და ხელის ჩამორთმევა და ამერიკის შეერთებული შტატების
გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ისინი დაელაპარაკებიან ყველას, ეს ლაპარაკიც არის ხო, ოღონდ შეხვდებიან ყველას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ლეგიტიმაციას აღიარებენ, სხვა შორის ამ სიტყვების ავტორი, სწორედაც რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსია, ეგრა მაგის პასუხია ერთი დღით ადრე, ანუ გუშინ თქვა ეს ჯეი დი ვენსმა, ამიტომ პროპაგანდა როცა გვეუბნება, რომ ყაველაშვილისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა ეს არის ყაველაშვილის თუ ბოჭორიშვილის ან ბანდა ხელისუფლების აღიარება, ეს არის ტყუილი. მაგრამ ერთ წამს წავყვეთ ამ ლოგიკას და ვთქვათ, რომ ყაველაშვილი და ჯეი დი ვენსი არათუ დერეფანში გადაიკვეთნენ, არამედ საერთოდაც განმარტოვდნენ და არ ვიცი რა ენაზე ელაპარაკა ყაველაშვილი, მაგრამ დამტრეული ინგლისური თქვათ ეს საუბრა მაკაბოჭორიშვილის დახმარებით, ეს საუბრა თქვათ საქართველოზე, კავკასიის რეგიონზე, გლობალურ გამოწვევებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაქვს აქედან გამომდინარე კითხვა. უახლოეს ხანებში ჯეი დი ვენსი, სწორედაც რომ ჯეი დი ვენსი ესტუმრება აზერბაიჯანსა და სომხეთს. ყაველაშვილმა, როგორც ქვეყნის პირველმა თუ მეორე პირმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტად წოდებულმა პრეზიდენტმა, თუნდაც დაპატიჟა თუ არა, მოიწვია თუ არა, თუ თებერვალში თუ მარტში ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ვიცე-პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა ჯეი დი ვენსი ცხადია არა, იმიტომ რომ შესანიშნავად იცის ყაველაშვილმა, ეს კი იცის მატაობის გარდა, მატაობა ცუდად იცოდა, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით და გოლების გატანაც არ ეხერხებოდა მაინც და მაინც ალანიაში კი ქონდა გატანილი, კი გაიტანა რამდენიმე გოლი, მაგრამ მაინც ყაველაშვილმა შესანიშნავად იცის, როგორც კი შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი დელეგაცია, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ფეხს დადგამს ქართულ მიწაზე, ისინი მოითხოვენ შეხვედრას არა ყაველაშვილთან, არამედ მოითხოვენ შეხვედრას ბიზინა ივანიშვილთან და კარგი დედის შვილია, აბაბიჭია და არ შეხვდეს მათ აბასთუმნის უღრანების ბინადარი ოლიგარქი ივანიშვილი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამერიკა, მოდი ასე ვიტყვით, თქვენის ნებართვით გაჯავრდება ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოსაც, ანუ იმ პირს, რომელიც სახელმწიფო დივანია შეერთებული შტატებისა, რომელიც იმყოფება 25 თუ არ ვცდები ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე ჯეი დი ვენსთან ერთად. აქვთ ნათქვამი ორი დღით ადრე, ერთი დღით ადრე შემდეგი. ჩვენ ირანის კონტექსტში, ჩვენ ვერ გაგვიგია როგორი სახელმწიფო, კარგად ვერ ამოვხსენით, როგორი სახელმწიფო, რა უცნაური სახელმწიფოა ირანი, როდესაც ყველა მართავს, მაგრამ მართავს რეალურად ერთი კაცი, ალი ხამენეი. დაახლოებით იგივეს თქმა შეუძლია შეერთებულ შტატებს ყაველაშვილზე თუ ბოჭორიშვილზე თუ კობახიძეზე თუ ხსენებულ პაპუაშვილზე. ესენი მართავენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღები, რასაკვირველია არის ბიზინა ივანიშვილი და მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი და მათ ვერ გაუგიათ საქართველოსთან მიმართებაში, ვის ისევე როგორც ირანთან მიმართებაში, ვის ელაპარაკონ. ალი ხამენეი მათ არ ელაპარაკება, ელაპარაკება საგარეო მინისტრი, ელაპარაკება პრეზიდენტი, ელაპარაკებიან ცალკეული თანამდებობის ფორმალური პირები, მაგრამ გადაწყვეტილებას ისინი ვერ იღებენ, იმიტომ რომ ალის აიათოლას უნდა შეუთანხმონ საქართველოსთან მიმართებაში წესია. რამდენიც არ უნდა შეხვდეს ერთ-ერთზეც კი ყაველაშვილი ჯეი დი ვენსს და სულ რომ კარგი სიტყვები, სწორი სიტყვები რომ უთხრას მას ყაველაშვილს, მას ბოჭორიშვილს, მას პაპუაშვილს თუ სხვებს და სხვებს რეალურად ჩალის ფასი აქვთ. ბიზინა ივანიშვილია მთავარი, ამიტომ არის უცნაური მოწყობის ირანის არ იყოს ჩვენი ქვეყანა, უცნაურ რეალობაში ვართ, რომ ჩვენ გვყავს ძალა უფალი, რომელიც ხელისუფალი არ არის. ჩვენ გვყავს პირი, რომელიც ქვეყანას მართავს, მის ტენდენციებს, მის პოლიტიკას, მის განწყობებს, მის ვექტორს, მის სულისკვეთებას, მის სტრატეგიას მართავს ერთადერთი კაცი მიმალული აბასთუმნის უღრანებში და რატომაც მნიშვნელოვანია ჯეი დი ვენსის არ ვიცი, მაგრამ სხვათა ჩამოსვლა აქ როცა იქნება მაშინ, როგორც კი ისინი ჩამოვლენ, ამათ კი არ აღიარებენ, ესეც კარგად უნდა ავუხსნათ მაყურებელს. ეს მათი ამ ბანდიტების აღიარების დემონსტრირება კი არ იქნება, როცა ჩამოვლენ და აუცილებლად ჩამოვლენ. არამედ ეს იქნება რეალურად მადასტურებელი, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების ინტერესში და აბა ბიჭები ხართ, აბა ბიჭები და გოგოები ხართ, გაუბედეთ შეერთებულ შტატებს, გაუბედეთ და წადით მის წინააღმდეგ. ამიტომ ყაველაშვილს არ აწყობს ჯეი დი ვენსის ჩამოსვლა საქართველოში და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა, თუნდაც განმარტოება, რაც მე წარმოუდგენელი მგონია და თუ განმარტოება მოხდა და შეხვედრა შედგა ჯეი დი ვენსსა და ყაველაშვილს, ჯეი დი ვენსსა და ყაველაშვილ ბოჭორიშვილს შორის, ესენი ვერ ეტყოდნენ ვერაფერს არსებიც და მნიშვნელოვანს
და რომ ვერ ეთყოდნენ ეს კიდევ ერთხელ დაუდასტურებდა JD Vance, რომ საქართველო არის რუსული გავლენის სფეროში მადასტურებელი რა არის? ყველაფერი, რასაც თითოეული მათგარის ჩადის და განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში კი არა, სულ ეს ხანებია, მათ შორის შალვა პაპუაშვილის ანტიევროპული განცხადებები, პაპუაშვილ ბანდიტს გონია რომ ამით ამერიკას აამებს და უნდა იცოდეს ყველა თითოეულმა თქვენგანმა და პაპუაშვილმაც უნდა იცოდეს რომ ამერიკასა და ევროპას შორის არ მოხდება ისეთი კონფლიქტი არ მოხდება ევროატლანტიკურ სივრცეში, არ მოხდება ესეთი კონფლიქტი, რომ დაზიანდეს ევროპის ინტერესები. ეს მაინც ერთი სივრცეა, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ საკითხებზე ცხადია ეს ბჭყალებში დაპირისპირებული მხარეები მსჯელობენ, კამათობენ, ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ მაინც ემსახურებიან ამ სივრცის გაძლიერებას, სიძლიერეს. ნახვამდის.